თავდაცვის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევანდელებს ისევ გაიწვევს ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ნაჩქარევს უწოდებენ ოპოზიციაში კი აცხადებენ რომ წვევანდელების გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. საკითხი უშიშროების საბჭოზე განიხილეს პრეზიდენტის პოზიციით სავალდებულო გაწვევის გაუქმების შემთხვევაში უწყებას პრობლემები შეექმნებოდა. გაწვევის აუცილებლობაზე საუბრობს გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელიც. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელებს ისევ გაიწვევს. თინა ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროსთვის გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭომ გაუქმებულად ცნო. მანამდე კი წინამორბედის გადაწყვეტილება დამატებითი ბრძანებით თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა ლევან იზორიამ გააუქმა. თინა ხიდაშელს დღეს უკვე მისი შემცვლელის შეფასება არ სურს, თუმცა მიაჩნია რომ სავალდებულო სამსახური ქვეყნისთვის სამარცხვინოა და იგი საკონტრაქტოთი უნდა შეიცვალოს. მას ერთი წელი როგორც ჩანს ნაჩქარევი გონია, როდესაც ერთი წელი მუშაობ თემაზე, ეს ნაჩქარევი გონია ის 2-3 თვეას მინისტრია სხვათა შორის და არ დაავიწყდეს. ნებისმიერი მის გადაწყვეტილება შეგვიძლია რომ დავხიოთ, მაგრამ ლოგიკით და ვთქვათ რომ ნაჩქარევი. არასერიოზულია, მე არ ვაპირებ მისთვის საერთოდ არაფერზე პასუხის გაცემას, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის სამარცხვინო სისტემა, რომელიც ქართულ ჯარში არის, საქართველოში არის, ის მარტო ჯარში არ არის, იყო. მე შევეცადე ამ სირცხვილის მოხსნას იმ ნაწილში, სადაც შემეძლო, ვლადიმერ ჩაჩპაიას დამოკიდებულება ჩემთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ლობისტი გაწვევის გაუქმების საქართველოს შეერაღებული ძალების ოფიცრობაა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელის პოზიციისთვის დიდხანს ლოდინი არ დაჭირდა. ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს დაინიშნა, მიიჩნევს, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევა უნდა აღდგეს, რადგან ეს თავად სამხედრო მოსამსახურეების სურვილია. ჩვენ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია, რომ დაუბრუნდეთ ახალწეულების სისტემას. ეს სულაც არ არის ის, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ ნებისმიერი პიროვნების ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაში გარკვეულწილად იყო ჩათვლილი გენერალური შტაბის წარმომადგენლობაც, ესაც კარგად გვესმის, უბრალოდ გარკვეულ მისკომუნიკაციას ჰქონდა ადგილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაწვევის ახალ გეგმასთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს, თუმცა სანამ მარგველაშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას წარმოადგენს, პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის რეკომენდაცია გაითვალისწინა და თავდაცვის უწყებისთვის სამხედრო სავალდებულო გაწვევა აღადგინა. გამომდინარე ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამოცანებიდან დაუშვებელია შეიარაღებულ ძალებში გაჩნდეს პირადი შემადგენლობის ნაკლებობა. ამიტომ ამ ეტაპზე პრეზიდენტმა გაიზიარა თავდაცვის მინისტრის მოსაზრება და გადაწყდა, რომ საშემოდგომო გაწვევა ძველი წესით გაიმართება იმ დრომდე, ვიდრე შემუშავდება ახალი ხედვა გაწვევის სტრატეგიასთან დაკავშირებით. თინა ხიდაშელის მიერ მინისტრობის პერიოდში მიღებული და ლევან იზორიას გაუქმებული ბრძანება ისევ ხდება პოლიტიკური შეფასებებისა და ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი თემა. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობაც და უმცირესობაც მიიჩნევს, რომ ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევია, თუმცა ოპოზიციას და მმართველ გუნდს განსხვავებული არგუმენტები აქვთ. ეს სავალდებულო სამხედრო გაწვევა, კარგად ხედავთ, რომ იქცა კიდევ ერთხელ პოლიტიკურ თემად, წინასაარჩევნოდ ის იქნა გაუქმებული და თითქოს მოსახლეობის გულის მოსაგებად გაკეთებული, არჩევნების დამსრულებისთანავე ახლა იგივე ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდმა აღადგინა გაწვევა. რა თქმა უნდა, ეს არის პრაქტიკა, რომელიც უნდა გადაიხედოს, შეიცვალოს და იყოს საკონტრაქტო სისტემა საქართველოს ჯარში. მე მიმაჩნია, რომ აღდგენა იყოს სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ შეიძლება დეფიციტი შეგვექნეს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობაში და ეს არაფრით არ შეიძლებოდა. რაც შეეხება გაწვევის გაუქმებას, ასეთი გაუქმება არის შესაძლებელი, მაგრამ ამას ძალიან ხანგრძლივი და მოსამზადებელი სერიოზული სამუშაოები სჭირდება. საქართველოში ეს სამუშაოები ჩატარებული არ ყოფილა და გაწვევის გაუქმება მოხდა ისე. რამდენ წვევამდელს გაიწვევს თავდაცვის სამინისტრო, წელს ჯერჯერობით უცნობია. მუშაობა რაოდენობის დასადგენად უწყებაში რამდენიმე დღეში დაიწყება, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს, ვინაიდან გაწვევას ქვეყანაში სწორედ ეს უწყება უკეთებს ორგანიზებას.